მოგესალმებით კიდევ ერთხელ, თქვენ უყურებთ კურიერს 10 საათზე, მე ანუკა ქინქლაძევა. მსოფლიო მთავრობათა სამიტი დუბაიში დღეს სრულდება. ფორუმის ფარგლებში ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. უკვე შედგა საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელის შეხვედრა რამდენიმე ქვეყნის პირველ პირთან, ასევე გავლენიანი ფინანსური და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ირაკლი კობახიძემ მსოფლიო მთავრობათა სამიტის მონაწილეებს მისი გახსნის დღეს ტრიბუნიდან მიმართა, მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატშიც. მთავარი აქცენტები შუა დერეფნის როლი, ინვესტიციები და საქართველოში სწრაფი ეკონომიკური ზრდა იყო. შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ერთად ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს უმასპინძლა. საქართველოს საელჩოში გამართულ შეხვედრაზე დაგეგმარების პოლიტიკის უფროსი მრჩეველი და მისი სპეციალური თანაშემწე იმყოფებოდნენ. შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით ქართულმა მხარემ კვლავ გამოხატა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის მზაობა და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. დიპლომატიური მისიის ცნობითვე შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს როგორც რეგიონული დამაკავშირებელის როლს და შუა დერეფნის სატრანსპორტო პოტენციალს. ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილური განვითარების მნიშვნელობას. შეერთებული შტატების კონგრესის ერთ-ერთი გავლენიანი ორგანო ჰელსინკის კომისია კომპრომეტირებულია უცხოური ძალების მიერ და აქტიურად მუშაობს პრეზიდენტ ტრამპის უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო ინიციატივების წინააღმდეგ. საგამოძიებო მასალას ჟურნალისტი მაიკლ შელენბერგერი ავრცელებს. ჟურნალისტი წერს, რომ ბრალდებების ეპიცენტრშია სენატორი როჯერ ვიკერი, სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაფართოების ყველაზე რადიკალური მომხრეა. ირკვევა, რომ კომისიაში გამოვლინდა მართლმსაჯულების ხელის შეშლისა და ფინანსური მაქინაციების მრავალი ფაქტი. ბრალდებები მოიცავს ფინანსურ დარღვევებს, მათ შორის ფარასგვერდის ავლით, კავშირებს საეჭვო პირებთან და არალეგალურ დახმარებას. არსებობს ცნობები, რომ კომისიის თანამშრომლები ჩართულები იყვნენ უკრაინელი სნაიპერების მომარაგებაში, რაც სცილდება მათ ოფიციალურ უფლებამოსილებას. ლატვიის პრემიერ-მინისტრი და ესტონეთის პრეზიდენტი მოუწოდებენ ევროკავშირს დანიშნოს სპეციალური წარმომადგენელი კრემლთან დიალოგის აღსადგენად. რუსეთის მიმართ ახალი მიდგომის დაანონსების მიზეზად ვაშინგტონს, კიევსა და მოსკოვს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან გავლენის მოპოვება სახელდება. პროცესი უფრო ადრე უნდა დაწყებულიყო. შესაძლოა არა პრეზიდენტ ტრამპის მიერ, არამედ თავად ევროკავშირსაც უნდა დაიწყო დიპლომატიური გამოსავლის ძიება. დიახ, საჭიროა რუსეთთან საუბარი, პირდაპირი დიალოგი. 2 წლის წინ ისეთ პოზიციაში ვიყავით, როდესაც აგრესორებთან არ ვსაუბრობდით, ახლა კი გვაშფოთებს, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან არ ვართ. სახელების დასახელება არ შემიძლია, მაგრამ აშკარაა, რომ საჭიროა ფიგურა, რომელსაც ორივე მხარე ენდობა. რა თქმა უნდა, არსებობს ევროკავშირი, თუმცა არიან ევროპული ქვეყნების და ალბათ დაგჭირდება რომელიმე დიდი ევროპული ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი ან კანცლერი, რომელმაც ეს საქმე უნდა ითავოს. ლატვიის პრემიერისა და ესტონეთის პრეზიდენტის ინიციატივას რუსეთთან პირდაპირ მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ეხმიანებიან თბილისში. ქართულ ოცნებაში ორმაგ სტანდარტებზე საუბრობენ. მათი განმარტებით იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირი თავად ცდილობს მოსკოვთან მოლაპარაკების წარმოებას, საქართველოს რუსეთთან ურთიერთობაში ადანაშაულებენ. შეგახსნებთ, ბალტიის ქვეყნებამდე რუსეთთან პირდაპირ მოლაპარაკებების აღდგენის ინიციატივით უკვე გამოვიდნენ საფრანგეთის პრეზიდენტი და იტალიის პრემიერ-მინისტრი. გერმანიის კანცლერმა კი რუსეთი ევროპულ ქვეყნად გამოაცხადა და ევროკომისიაც უკვე აღარ გამორიცხავს კრემლთან მოლაპარაკებების გახსნის შესაძლებლობას. ხედავთ, რომ 2026 წელს არავითარი სტანდარტი აღარ არსებობს მსოფლიოში, შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური განცხადება ისე გააკეთა და თავს დაესხა რომელიმე ქვეყანას, რომ ამაზე პასუხის არ მოგეთხოვოს, თურმე მათ აქვთ სურვილი, რომ მოლაპარაკებებში ჩაერთონ იმ ქვეყანასთან, რომელთან ეკონომიკური ურთიერთობის გამო საქართველოს ხელისუფლებას რუსულს უწოდებენ. მაგრამ ეს ყველაფერი გასაკვირი ნამდვილად არ არის, მაშინ, როდესაც ჩვენ მოგვიწოდებდნენ, რომ სანქციები დაგვეწესებინა, მაგრამ ისევ და ისევ ბალტიისპირეთის ქვეყნები კარგად ვაჭრობენ რუსეთის ფედერაციისთან. ჩვენ ხედავთ, რომ ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების ლიდერები ერთმანეთს ასწრებენ, ისაუბრონ და როგორ დაათმონ ურთიერთობა რუსეთთან, როგორ შეხვდნენ პუტინს, როგორ აღიარონ რუსეთი ევროპაა და ერთმანეთზე მიყოლებით ამ ქვეყნების რიცხვი ფაქტიურად ყოველდღიურად იმატებს. და შესაბამისად, რა თქმა უნდა, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, ალტერნატივა იმ შემთხვევაში, როდესაც ომთან გვაქვს საქმე.
და ინიციატივა, რომლის კანონად ქცევის შემთხვევაშიც კონსტიტუციური ორგანოების არაღიარებისკენ მოწოდება სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება. საკითხის განხილვა პარლამენტში მომავალი სასესიო კვირიდან იწყება. მართლ გუნდში ამბობენ, რომ კონკრეტული ფაქტების გარეშე პოლიტიკური ჯგუფების მოწოდება სახელმწიფო ინსტიტუტების არაღიარებისკენ ექსტრემიზმია და მისგან დაცვა კანონმა უნდა უზრუნველყოს. ეს არის აუცილებელი წინაპირობა იმისა, რომ დემოკრატია დავიცვათ. დემოკრატია არის ხალხის არჩევანის პატივისცემა და თუ რაღაც პატარა ჯგუფი ხალხის არჩევანს ასე ფეხქვეშ თელავს და მუდმივად ყოველდღიურ და ყოველწლიურ რეჟიმში დისკრედიტაციას უკეთებს სახელმწიფო ინსტიტუციებს და რაც თავარია მოუწოდებს ბოიკოტისკენ, ექსტრემიზმისკენ, პოლიტიკური ტერორიზმისკენ, თავისთავად ამის საწინააღმდეგოდ უნდა იყოს მიღებული შესაბამისი ზომები. ადვილად ხდება ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტების, კონსტიტუციური წყობის, კანონების, სახელმწიფო ინსტიტუციების, ასე ვთქვათ, უგულებელყოფა, თავდასხმა, რევოლუციისკენ, აჯანყებისკენ, დაუმორჩილებლობისკენ მოწოდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ეს ითვლება, რომ არის, ასე ვთქვათ, გამოხატვის თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება და დემოკრატია. არც ერთ ევროპულ ქვეყანაში ან ჩამოყალიბებული დემოკრატიის ქვეყნებში ასეთი რამ არ არის დასაშვები. ესეთი ტიპის განცხადებებს და ქმედებებს დასავლურ ქვეყნებში აცხადებენ ან შიდა ტერორიზმად, ან საერთოდ სამართლებრივ რეაგირებას აკეთებენ ძალიან კაც სამაზე. უახლოეს დღეებში გადაწყვეტს გახარიას გუნდი მიიღებენ თუ არა ისინი მონაწილეობას ორშაბათს დაგეგმილ დებატებში. როგორც ღამის კურიერის პირდაპირ ეთერში გიორგი შარაშიძემ განმარტა, 3 დღის წინ გამართული პირველი დებატები მათთვის მიუღებელი იყო, თუმცა არ არის გამორიცხული შემდეგ განხილვებში ჩაერთონ. ცნობილია 9 თებერვალს საჯარო დებატების მონაწილეთა შორის იქნებიან საქართველოს პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი. როდესაც არის დაანონსებული ოცნების მხრიდან დებატები და ამ დროს ჩვენ ხედავთ სატელიტური პარტიების რაღაც პარტიულ ბრეინშტორმინგს მრგვალმაგიდასთან, უნებრივია ეს ჩვენთვის ყველა სატელიტური პარტიის წარმომადგენელი იყო თქვენი მოსაზრებით, იმიტომ რომ საკმაოდ კრიტიკული განცხადებებიც მოვისმინეთ. საკმაოდ მწვავე დისკუსია იყო გირჩთან, მაგალითად. ეს არის ოცნების გირჩი. ჩვენთვის ეს არ იყო რეალური დებატი, არც შემადგენლობით, არც თემით, არც ფორმატით, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საბოლოოდ გვაქვს გაცხადებული უარი დებატზე. თუ იქნება განსხვავებული თემა, განსხვავებული სტუმრები. აბა სულ ერთ თემაზე ხო არ იქნება. აი პირდაპირ გეტყვით. 9 თებერვალს პირდაპირ ეთერში შემიძლია ეს შემოთავაზება გაგიკეთოთ. 9 არის ორშაბათი, შემდეგ ორშაბათს დაგეგმილია ფასების თემაზე დებატები და როგორც ცნობილია პრემიერ-მინისტრი და ეკონომიკის მინისტრი მონაწილეობს. დანარჩენი მონაწილეები მე პირადად ნამდვილად არ ვიცი რომ შემოთავაზება არის თქვენთან, მიიღებს ამ შემთხვევაში გახარიას პარტია მონაწილეობას. ჩემ კითხვას უპასუხეთ და ეს ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ და გაცნობებთ. ფასების თემა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს რა თქმა უნდა იმას არ ნიშნავს, რომ მათ შორის გრანტების თემა იყო ნაკლებად მნიშვნელოვანი, მაგრამ მიზეზები ყოველ შემთხვევაში შევეცადე ამეხსნა. ნახოთ, გადაწყვეტილებას მივიღებთ. ნაცგახარიელების შემთხვევაში ტრაგიკულ მოვლენასთან გვაქვს ნამდვილად საქმე. გიორგი შარაშიძემ ერთხელ თქვა გაბედა, რომ დავждები დებატებშიო და შემდეგ ალბათ მწარე პასუხი მიიღო საკუთარი ბელადისგან. ვირთხასავით გაქცეული გახარიასგან და შემდეგ უარყვეს მისმა წევრებმა, რომ არა ჩვენ დებატებში მონაწილეობას არ ვაპირებთ. ისინი დროსა და სივრცეში არიან დაკარგულები, ჯერ ამბობენ, რომ არალეგიტიმური არისო საქართველოს პარლამენტია, შემდეგ ამ არალეგიტიმურ პარლამენტში შედიან და ამბობენ, რომ მხოლოდ და მხოლოდ მათ მიერ მიღებული 8% არის თურმე ლეგიტიმური და დანარჩენ საკითხებს მაგრამ ეს მომიხდით მაგალითად მოვიყვანე, ანუ ისინი საკეთებენ ასე გახარიელის მიერ ნათქვამი არც ერთი სიტყვა არ დაიჯერება. საქართველოს პრეზიდენტი მეუღლესთან და დელეგაციასთან ერთად მილანში გაემგზავრა. მიხელ ყაველაშვილი ხვალ ზამთრის 25 ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება. ღონისძიება მილანის სან-სიროს სტადიონზე გაიმართება. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი შეხვდება საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას და ფიგურული ციგურაობის გუნდურ შეჯიბრზე საქართველოს წარმომადგენლებს გულშემატკივრებს. ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით 8 სპორტსმენი იასპარეზებს. კურიერი 10 საათზე ამით დასრულებულია. დღის ამბების ნახვა ვრცლად ჩვენს ვებგვერდზე შეგიძლიათ.